აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი გადადგა მეორე თვითაღიარებული რესპუბლიკის სამხრეთ ოსეთის ლიდერი კი აპირებს რუსეთს მიმართოს და მის შემადგენლობაში შევიდეს. სანამთბილოვი რუს ჟურნალისტებს ჯერ მხოლოდ ინიციატივას აცნობს ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი არჩევნებისთვის და გალიდან ქართველების გამოსახლებისთვის ემზადებიან. ანქვაბი გადადგა. დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტიდან წასვლისთანავე გაჩნდა შიში, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს სახლებიდან გამოყრიან. არ არის გამორიცხული, რომ ეთნიკური წმენდის მორიგ შეიძლება ითქვას უკვე საბოლოო ფაზასაც მოვესწროთ ღმერთმა არქნას. ამ შიშს აძლიერებს ის, რომ სოხუმში მიმდინარე ოპოზიციის აქციების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ხოჩამჩირისა და გალის რაიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების გასახლება იყო. გაისმა მოწოდებაც, რომ ენგურის ეგრეთ წოდებული საზღვრის მახლობლად სირიიდან რეპატრიანტი აფხაზები ჩაასახლონ. ცხოვრობთ ოჯახი, შვილიშვილები. ყველა უნდა გადავიდეთ, არაფერი არ გქონდა თავში საფარი და მაინც. თუ ასე მოხდა. ესე რომ მოხდეს რა უნდა ვქნათ? ჩვენ რა უნდა ვქნათ, რასაც გეტყვი იმას გავაკეთებ, რა უნდა ვქნათ. იქ რას დავწები ახლა ყველა თუ გამოვიდა, ვინ არავინ არ დარჩება, ვინ დარჩება. რატომ ითხოვს აფხაზეთში ოპოზიცია ეთნიკური ქართველების გასახლებას? პოლიტოლოგების აზრით ამის მიზეზი არჩევნებია. დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში გადამწყვეტი სწორედ ხოჩამჩირისა და გალის რაიონში მიღებული ხმები აღმოჩნდა. ოპოზიციის ლიდერი რაულ ხაჯიმბაკი სწორედ ამ ელექტორატის ხარჯზე დე-ფაქტო არჩევნებში სამჯერ დამარცხდა. მან ვერასდროს ვერ მიიღო აქედან ხმა და მისმა კონკურენტებმა სწორედ ამ ქართული ხმების მეშვეობით გაიმარჯვეს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, კიდე სხვა ფაქტორთან ერთად, რომელიც უკვე ეთნიკურ საკითხებს ეხება, რის გამოც ის ასე თქვა დაინტერესებულია, რომ ჩამოერთვათ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული მოქალაქეობა გალის ცხოვრებლებს. აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა გადადგომის შესახებ განცხადება წუხელ გააკეთა. ალექსანდრე ანქვაბის გაცხადებით აფხაზეთში განვითარებული მოვლენების შესაძლოა დამოუკიდებელი იყოს. განცხადება დე-ფაქტო პრეზიდენტმა რუსული სამხედრო ბაზიდან გააკეთა. მათი ინტერესების მადა ყოველდღიურად გაიზრდება და ამადის უკან იმალება გაცილებით მეტი. საფრთხე აფხაზეთის სახელმწიფოებრიობისთვის, ხელისუფლებისთვის ბრძოლაში ადვილია დაკარგო ჩვენთვის ყველაზე წმინდა სასიცოცხლო სივრცე. აფხაზეთის შესაძლოა აღარ იყოს. აფხაზეთის შესაძლოა აღარ იყოს. რას გულისხმობდა დე-ფაქტო პრეზიდენტი? სოხუმში განვითარებული მოვლენების პარალელურად რუსეთის მიერ აფხაზეთის შეერთების მცდელობის ვერსია მას გაიჟღერა. ამ ვერსიაზე საუბარი იყო ვაშინგტონშიც, სადაც მგვალმაგიდასთან საქართველოს საკითხს განიხილავდნენ. ვიდრე სტაბილური და პრორუსულია რუსეთი მომგებიან სიტუაციაშია, რუსეთს აფხაზეთზე დე-ფაქტო კონტროლი გააჩნია. არც ხაჯიმბა არ ითხოვს რუსეთთან შეერთებას და რომ ითხოვდეს მას აფხაზების ძალიან მცირე მხარდაჭერა ექნება. ოკუპირებული აფხაზეთის ოჩამჩირისა და გალის ქართული მოსახლეობის პასპორტიზაციის საკითხი დე-ფაქტო პარლამენტის ოპოზიციამ სულ მცირე 4-ჯერ დააყენა და ბოლოს 4 აპრილს ოჩამჩირისა და გალის რაიონში გაცემული 26,000 აფხაზური პასპორტი უკანონო ცნო. ანქვაბის მთავრობა ამ დადგენილების ამოქმედებას არ ჩქარობდა. რასაც ოპოზიციის უკმაყოფილება მოჰყვა. ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი დე-ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები 24 აგვისტოს გაიმართება.